თქვენ შეკითხვებს უპასუხებდე. მე მაქვს ერთი საკითხი, რაზედაც მინდა რომ თქვენთან ერთად ვისაუბრო. ბავშვები, რომლებიც ვერ მოისვენებენ, ეგრევე გააქანეთ გარეთ. ხო, დემეტრე, თუ ვერ მოისვენებ, გარეთ გაასცენეთ. იცი რატო ვამბობ, ზოგი ვერ აძლევს, ზოგი პატარა ასაკი და იმის გამო რომ სხვებსაც არ შეუშალოს ხელი, გარეთ უნდა გაასცენოთ. თუ იქნება და მოусმას, მაშინ შეგიძლია გყავდეთ. ისე რომ მეორეჯერ აღარ მოუბრუნდეთ მაგ საკითხს. ესე იგი, პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო ქართველების გამარჯვება სპორტში. მე ვერ წარმომედგინა მაშინ, როდესაც იქნებოდა ფეხბურთის მატჩი, რომ მაგ დროს კალათბურთს უყურებდი. ეგეთი რამე ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა ეს მოახერხეს. მე ვფიქრობდი, რომ საფრანგეთთან არ გქონდეს შესაძლებლობა და შანსები და ამიტომ ფეხბურთი მალევე იწყებოდა და გადავრთავდი ფეხბურთზე, მაგრამ ეგ არ მომწეს მაგის საშუალება იმდენად დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა და მადლობა ღმერთს, რომ ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ეს ძალიან დიდი წარმატებაა და ეხლა ზოგი ფიქრობს, რომ სასულიერო პირი რატო უნდა საუბრობდეს კალათბურთზე, ფეხბურთზე. იცი რატო საუბრობ და რატო მიხარია? რაც უფრო მეტი იქნება ესეთი წარმატება, ჩვენ ქართველ ბავშვებში მეტი სტიმული გაჩნდება. მეტი ჩაერთვება აი ამ სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებაში და გვეყოლება ახალგაზრდები ისეთი, რომელიც თავისი შრომით მიზანსაც მიაღწევს, თავის თავსაც გამოადგება, თავის ოჯახსაც, თავის სამშობლოსაც და იქნება ჯანსაღი თაობა. და არ იქნება ისეთი, რომ რაღაცა უზნეო ცხოვრებით და რაღაცეებზე დამოკიდებულებით, რომ თავსაც გაიუბედურებს, ოჯახსაც და ერთ სამშობლოს ვერ გამოადგება. კიდევ ძალიან დიდი სასიხარულო ამბავი, თქვენ გახსოვთ, არ ვიცი, წელიწადნახევრის თუ 2 წლის წინ გორის დილას ფეხბურთელები რო იყვნენ აქ სტუმრად. იმ გორის დილას ფეხბურთელთა შორის ერთადერთი იყო გორელი, წყაროსუბნელი, კაპიტანი ნიკა გაგნიძე. მან გაიტანა სწორედ როგორც თვითონ ამბობს, ავისრულეო ბავშვობის ოცნებაო და გადაჭედილ დინამო არენაზე გაიტანა საქართველოსთვის ერთი ბურთი და ძალიან გახარებულია თვითონაც და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ ჩვენი პატარა ქალაქის ერთმა მშრომელმა სპორტსმენმა, რომელიც მართლა ძალიან ბევრ შრომობს და ძალიან მონდომებულია და ეს შრომა დაუფასდა. შემთხვევით არ ხდება იქ, რომ ბურთი გაიტანა. იშრომა კაცმა და დაუფასდა ეს შრომა და მე აი აქედანაც ულოცავ მას აი ამ წარმატებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით ისტორიული ვიქტორინის ფინალისტები მოილოცავენ ცხეთას, ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, სამთავროს მონასტერს, თხოთის მთას და ესეც მათი შრომის შედეგი არის და ესეც წარმატებაა და ულოცავ ჩვენს ბავშვებსაც, ვინც ფინალში იყვნენ იქ და არა მარტო ფინალში, არამედ გაიმარჯვეს კიდეც და ყველა იმ ფინალისტს, ვისაც ხვალ ეს მოლოცა ელოდება და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული თქვენთაგანის შრომა ფასდება, დაფასდება. აი, ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე, აღარ მახსოვს სამწუხაროდ სახელი მისი, ამბობდა, ერთ-ერთი კალათბურთელიც ამბობდა, ერთი საზოგადო მოღვაწე ქართველი, სამწუხაროდ მე მათი სახელები დამავიწყდა. ვატყობო, რომ ჩემს თავს რო აკვირდები, რაც უფრო მეტ შრომობ, უფრო მეტად მიმართლებს ცხოვრებაში. მიმართლებს ეს ცოტა ისეთი ნათქვამია. შენ რო შრომობ, შენი შრომის ნაყოფს აუცილებლად მოიმკი. თუმცა ის შრომა, როგორც დავით გურამიშვილი ამბობს, ძირში არის ცოტა მწარე, ცოტა რთულია. ზოგჯერ რაღაცა გაქვს გასაკეთებელი შენი საქმე და ეშმაკი სხვა რაღაცას დაგიტკბობს, რომ ისაკეთო და ის თავარი საქმე არ აკეთო. ეგრე არ დაუთქვო ადამს და ევას. იცოდნენ, რომ ის აკრძალული ხილი იყო, არ უნდა ეჭამოთ, მაგრამ მაინც შეჭამეს.
ფიქრობდნენ რომ ღმერთის გვერდისავლით ბედნიერები იქნებოდნენ, მაგრამ ბედნიერები ვერ იყვნენ. ჩვენი სინდისის გვერდისავლით ბედნიერები ვერ ვიქნებით. სინდისი რო გეუბნევ რომ ეხლა ეს არის შენი საკეთებელი საქმე. უნდა გადადო ყველაფერი და ისაკეთო. გახსოვთ წინაზე რო საუბრობდით. არის რაღაცა საჭირო, რაც შენ უნდა გააკეთო, შენი მოვალეობა და არის რაღაცა სასიამოვნო. შენ უნდა სასიამოვნო გადადო და ჯერ აკეთო ის, რაც შენი საქმეა. და მერე უკვე ის, რაც სასიამოვნო. ამას რომ მოითავებ და სინდისი აღარ გაწუხებს. მერე კი ბატონო, აკეთე ის, რაც გსიამოვნებს. ოღონდ ისიც არაცოდვიანი, რა თქმა უნდა. ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა, რომ კიდევ ერთხელ მესაუბრო თქვენთან ზიარების თაობაზე. ეს შემთხვევა მოხდა სწორედ აი ამ დღეებში. არ ვიცი მე თქვენგან იყო ეს ბავშვი, არ იყო თქვენგან. მე ვფიქრობ შეიძლება სულაც ისეთია, იშვიათად რომ მოდის ტაძარში და ვერ ერკვევა რაღაცებს. ერთ-ერთ სასულიერო პირთან მისულა, ეზიარა, მაგრამ როგორც ჩანს არც ლოცა არ ქონდა წაკითხული, მithumedes შეიძლება ლოცა კურთხევაც არ ქონდა რო ზიარებოდა და მე გამოირკვა რომ თურმე ესე იყო და ამიტომ ესეთი რამე რო არ მოხდეს, მოდი კიდევ ერთხელ ზიარების თაობაზე ვისაუბროთ. აი როგორ უნდა მოემზადოთ ზიარებისთვის. მე ზოგადად ვიტყვი და მე თქვენ თუ კიდე რამე შეკითხვები გექნებათ, მე შეიძლება რაღაცები გამორჩეს. პირველ რიგში აღსარების გარეშე ზიარებაზე არ უნდა მიხვიდე. აი მოციქული პავლე ამბობს, ვინცო საკუთარი თავი არ გამოიკითხაო და ესე მივიდა საზიარებლათო, საკუთარი თავის დასასჯელად ეზიარებაო. ანუ შენ ცოდვა გაქვს და ცოდვა თითოეულ ჩვენთაგანს აქვს, დავუშვათ მე არ თქვი აღსარება, დიდი ხანი არ მაქვს აღსარება ნათქვამი და არც მოძღვრის ლოცა კურთხევა არ მაქვს და მივედი და ესე ვეზიარე. ან დავუშვათ როგორც იუდა ეზიარა. იუდას გადაწყვეტილი ჰქონდა რომ უფალი გაეცა 30 ვერცხლად, ანუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მაინც ეზიარებ. ანუ ჩვენ შემთხვევაში იცი რას გავს? აი დავუშვათ ვიღაცამ რაღაც გაწყენინა. შენ გადაწყვეტილი გაქვს რომ სამაგიერო გადაუხადო და აი ასეთი განწყობით მიდიხარ და ეზიარებ. ეგ არაფრით არ შეიძლება. და იქ წერია რომ იუდა რო ეზიარა, ეშმაკი შევიდა მასში. არადი ჩვენ ვიცით რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი მაცხოვნებელია, ჩვენი განმაღვრთობელია. ადამიანი უნდა განიღმრთოს. უფალი შემოდის ჩვენში და ჩვენ ხვდებით ტაძარი სულისა წმინდისა. მაგრამ ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვეზიარებით, ჯერ უნდათ, აი შეძლების დაგვარად მომზადებულად და რა ითვლება ახლა ამ მომზადებაში, მაგას ვამბობ ზუსტად. რომ აღსარება თქვა. აღსარება როგორც წინაზეც თქვი, ისე კი არა რომ ესე იგი მოძღვარს რო ნახავ, დავუშვათ დადგა ორშაბათი დღე, თქვენ ხო ძირითადად ორშაბათს ამბობთ აღსარებას. და დავუშვათ მოვიდა საკვირაო სკოლის დღე და ვიღაცას ეუბნები, მოდი ბლოკნოტიდან ფურცელი ამომიხიე, მეორეს ეუბნები, შენ კალავი მოთხოვე და დგები და რაღაცას წერ აღსარებას. ეს თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. ეგ არ არის ბავშვებო აღსარება. ეგ არის თითქოს შენ გინდა რომ საშვი აიღო, რომ აი ზიარებაზე დაგიშვან. ეგ არასწორია. აღსარება იცი რა არის? როდესაც შენ მთელი კვირის განმავლობაში აკვირდები შენს თავს, ეხლა რა მოხდა? ეხლა ვისთან როგორ ვისაუბრე, ვიზე რა გავიფიქრე, რა როგორ მოვიმოქმედე, იქნებ დამეზარა რამე, იქნებ შემშურდა რამე, იქნებ რაღაცა დამენანა და ასე შემდეგ და შენ მთელი დღისა რო იცი რა მოხდა, მერე მეორე დღისა, მერე მესამე დღისა და ამ ყველაფერს შენს თავს კონტროლს უკეთებ, ესე იგი, რომ რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფები. ისე კი არა ზედაპირულად აქ მოხვიდე და ორი რაღაცა მიჯღაბნო, რომ მერე მოხვიდე და აჰა გითხრა რომ წადიკი ბატონო ეზიარე. თავი არ მოიტყო, შეიძლება ადამიანი წლები ეზიარებოდეს, მაგრამ ის არ იცვლებოდეს. ერთი და იგივე იყოს. და როდის არ შეიძლება, იცით, როდესაც ესე ზედაპირულად უყურებს თავის თავს და შემოქმედებითად არ უდგება. მაშინ არ იცვლება ადამიანი. ეზიარება 10 წელი, 20 წელი, მაგრამ ადამიანი ერთ ადგილზეა გაყინული. მეორე, რაც აუცილებლად არის შესაძლებელი, ეს არის მარხვა. ოღონდ ეხლა გააჩნია რა თქმა უნდა ადამიანის ასაკს. ეხლა 8 წლის ბავშვი და
15 წლის ბავშვი ერთნაირად ვერ იმარხულებს თავის ცხადი არა 15-ისა და 30-ისა ერთნაირად ვერ იმარხულებს ყველას თავისი შესაბამისი წესი აქვს ამ მარხვისა მაგრამ მარხვა ყველა შემთხვევაში არის აუცილებელი ეხლა დავუშვათ ადამიანი იტყვის აი მოდი 8 წლის ბავშვმა როგორ უნდა იმარხულოს საკვებით მარხვა მას რა თქმა უნდა არ ეკუთვნის რომც არ იმარხულოს ამითი არაფერს არ დააშავებს თუმცა არიან 8 წლის ბავშვები 7 წლის ბავშვები რომელიც თავისი გადაწყვეტილებით იმ დოზით რაც მათ ეკუთვნით მარხულობ აი მაგალითად რაღაცა ტკბილეულისგან თავი შეიკავოს შეიძლება ხორცისგანაც შეიკავოს რაღაცა ხა მე არ ვამბობ შობის მარხვა შეინახოს და აღდგომის მარხვა შეინახოს შეიძლება ოთხშაბათი პარასკევი შეინახოს კიდევ ერთხელ ვიტყვი არაერთხელ ნათქვამს შეიძლება იმ ოთხშაბათს და პარასკევს სულაც ტელეფონისგან შეიკავოს ანუ რაც უყვარს და მით უმეტეს რაც აზიანებს ეხლა ხორცის ჭამა ადამიანს არ აზიანებს მაგრამ მაინც იკავებს თავს გესმის და ის ტელეფონი ნამდვილად ვიცით რომ აზიანებს თან იმ დოზით რა დოზითაც ჩვენ რო თავით გადავეშვებით ხოლმე თორე რო აიღო და დარეკო და მოიკითხო კაცი ეგ არ გაზიანებს მაგრამ იქიდან რომ 1 საათი და 2 საათი თავს ერა მოყოფე ნამდვილად დაგაზიანებს ამიტომ იმ დოზით მარხვა უნდა შეინახო ეხლა არის ხოლმე ესეთი შემთხვევა რომ ადამიანი სადმე სტუმრად მოხვდება აი თქვენ დავუშვათ მორწმუნე ბავშვები ხარ და სადღაც სტუმრად მოხვდი ერთი დღით დავუშვათ თუ 4 შაბათი ან პარასკევია 2 დღით თუ 5 დღით თუ ასე შემდეგ ეხლა შენ დგები არჩევანის წინაშე დავუშვათ შენ იქ არავინ არ გაგითვალისწინა არაფერი არ არის ისეთი სამარხო აი ვამბობ 13 14 17 წლის ბავშვი დავუშვათ არაფერი არ დახვდა შენ იქ სამარხო ეხლა არჩევანის წინაშე დგები რა გააკეთო რა უნდა გააკეთო თქვენი აზრით უნდა შეჭამო იმის გამო რომ აბამშიერი ხო არ ვიქნები და შემთხვევით ხო ამ წუთის ოფელში არაფერი არ ხდება და რომ მოითმინო ერთი დღე და არ შეჭამო სულაც დაუშვათ განა ისეთი რას უფრო უნდა იყოს რომ არაფერი არ იყოს სამარხო გესმით ყური ხოა სამარხო კიტრი ხოა თუ პამიდორი სამარხო თუ მწანილი და მოითმინე ქრისტეს სიყვარულისთვის და არ შეჭამო ამითი კი არ მოკვდები პირიქით იქნება ზუსტად უფალმა შეგატყო რომ შენ ახლა გამოცდაზე უნდა გაეყვანე შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ გარემოში სადაც აღმოჩნდი არამედ აი შენ რომ გამეცადინა უფალმა გამეცადინა ახლა გაგიყვანა გამოცდაზე აბა გიყურებს როგორ ჩააბარებ თუმცა მანიცის როგორ ჩააბარებ მაგრამ ეს შენ უნდა დაინახო აბა შენი თავი რო დიდი კიტრი გონია აბა ჩააბარე თუ ვერ ჩააბარე გესმით იქ უნდა ერთგულება გამოიჩინო მაგრამ ზოგ შემთხვევაში ჩვენ ერთგულებას ვერ ვიჩენთ და სხვები როგორც იქცევიან დაუშვათ ისე გავტეხავთ მარხვას ისე შევჭამთ თუმცა ამაში სიხარული და ბედნიერება ნამდვილად არ არის ყოველ შემთხვევაში მარხვის გარეშე ადამიანი არ უნდა მივიდეს ზიარებას ეხლა მე არ ვამბობ 3-4 წლის ბავშვი 3 წლის ბავშვიც კი უზმო უნდა მივიდეს ახლა 2 წლამდე შეიძლება რომ ნაჭამე მივიდეს მაგრამ აი უკვე ცოტა შემდეგ უზმოთ უნდა ანუ იმანაც რაღაცა თავშეკავება უნდა გასწიოს გესმით დილით რო გაიღვიძა უნდა თავი შეიკავოს უნდა აუხსნას მშობელმა რომ აი რაღაც თავშეკავებით მივიდეს არ შეიძლება რომ ყველაფერი გააუბრალო ესე იგი ჩვენ ამაზე ძვირფასი არაფერი არ გვაქვს ქრისტიანებს ქრისტეზე ძვირფასი არავინ არ გვყავს ქრისტეს სისხლსა და ხორცზე ძვირფასი და მოსაფრთხილებელი განა იმიტომ რომ მას ჭირდება მოფრთხილება ჭირდება ჩვენს მისადმი დამოკიდებულებას აი ამას ჭირდება მოფრთხილება თორე ჩვენ უფალს ვერაფერს ვერ ვავნებთ გესმით აი მაგალითისთვის ვიტყვი ხო ყოფილა რომ აი მაგალითად ჩვენი მახჭოველა დათო სად არის სად წავიდა აქ არისო ისე შეიხრუკა ზღვაზე რო ყავდნენ გამარჯვებულები რომ თელი დღე კნაოდა მე მზესთან არასწორი დამოკიდებულების გამო გესმით მაგრამ მეორე მხრივ ვიღაცა შეიძლება სცივა იმიტომ რომ მზეს ვერ ხედავს სწორი ბალანსი უნდა დაიჭირო ღვთის მადლთან არ ძალიან უნდა გაუთამამდე როგორც ჩვენი მახჭოველა და არ ძალიან უნდა მოერიდო რომ არ შექცივდეს გესმით აი სწორად უნდა დაიცვა ეს ბალანსი თუ გინდა რომ ყველაფერი კარგად
მიმდინარეობდეს. ხო და ესე რომ აი მარხვა კიდევ რა ზიარების წინა და შემდგომი ლოცა. ხო, იმ ბავშვებს ვიზედაც მე ვამბობდი, თორემ არც ეს ლოცა არ ქონდათ საკითხი. აქაც ამის შესაბამისად, ჩვენი ასაკის შესაბამისად მოძღვართან შეთანხმებით კითხულობ ამდენს თუ იმდენს ლოცას. ამის გარეშე არ შეიძლება, არც ზიარების წინა ლოცვის გარეშე და შემდგომი სამადლობელი ლოცა ჩვენთან ახლა ტაძარში ძირითადად ყველა ერთად უსმენთ ხოლმე, მე დავითნა კითხულობს და უსმენთ. ეს ლოცა რისთვის არის? ჩვენ ბოშურში რო ბანაკი ქონდა, იქაც საუბრობდით. განაახლა ჩვენი სული, აი უცბად დავუშვათ, აი რაღაცას თამაშობ. წრეში ბურთს თამაშობ. თუ აღარ იცით რა არის წრეში ბურთი? ამ თაობა იცით რა არის წრეში ბურთი? ხო იცით, რეზინობანა, იცით გაგო. ხო და დავუშვათ თამაშობ და ეხლა უცბად წახვედი და უნდა ეზიარო. შენ არა გაქვს განწყობა ქრისტესთან ესე შეხვედრის. არა გაქვს განწყობა, შენ ერთობ. ამიტომ ეს განწყობა რო შეიქმნას ჩვენში ეს მოგძალება, ეს რატო გამორთით? მაგიტო იწალეთ ამდენი რომ ეს გამოგერთოთ. მეთქი პირიქით უნდა უფრო მეტად ამუშავოთ, ჩართით. ესე იგი განწყობა რომ შეიქმნას ჩვენში სწორი დამოკიდებულება უფალთან მიახლებისა, ამიტომაც ჩვენ ლოცულობთ და მე სამადლობას ვამბობთ. აი ამ მადლიერების გარეშე ადამიანი იღუპება. მადლიერების, აი მადლიერი რო არ არის ადამიანი. დავუშვათ ვიღაცამ ქადა მოგიტეხა. და შენ ჩათვალე რომ ამას ისედაც ესე უნდა ეკნა. თან ცოტა დაბღვერილიც ხარ, რა ცოტა მომიტეხა, მეტი უნდა მოეტეხა. გესმით? ეგ უმადურობა, ეგ არ ვარ. ცოტა მოგიტეხა, თუ ბევრი უნდა თქვა, დიდი მადლობა და თან მადლიერი უნდა იყო, მარტო სიტყვით კი არ გამოხატავდა. ადამიანმა რომ დაგაფასა და რაღაცა პატივი ქცა მოგიტეხა, მადლობა არ უნდა უთხრა. და უფრო მეტი უნდა მაგაზია ლაპარაკი. და ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის ჯვარს ეცა. თავისი სისხლი და ხორცი ჩვენ მოგცა რომ ვეზიაროთ, რომ ამითი განვიღბთოთ და გადავრჩეთ და მადლობა არ უნდა უთხრა? მადლობა უნდა უთხრა. აი მაგალითად დღეს რო სახარება წავიკითხეთ, იქ ესეთი რაღაც იყო. უფალმა იესო ქრისტემ 10 კეთროვანი განკურნა. კეთროვანი იცი როგორი ადამიანი, აი ცოცხლად რო ლპება. აი სულ ჩირქიანი მუწუკები აქვს და მთელი სხეული დაფარული აქვს ასე და ლპება და კვდება ესეთი ადამიანი. ძალიან იშვიათი შემთხვევები რომ ესეთი განკურნებული. თან ეს კეთროვანი ადამიანები, ახლა როგორც თქვენ რომ აქედან წახვალ და თქვენს ოჯახში მიხვალთ, თქვენს დაძმას ჩაეხუტებით თუ მშობლებს და ერთად შვიდად დაიძინებთ, ეგრე კი არ ცხოვრობდნენ. განმარტოებით იყო, წარმოედგინათ რომ აი თრიალეთის ქედი რომ მაგ წერზე რომ ცალკე საცხოვრებლები ყოფილიყო გაკეთებული და მთელი აი ამ ქალაქის კეთრონები რომ იქ ცალკე ცხოვრობდნენ. მათ თავისი ოჯახებთან ურთიერთობის საშუალება არ ჰქონდათ ესეთი დაავადებით. წარმოედგინეთ რომ უფალმა სიკვდილს გადაარჩინა, თავის ოჯახებს დაუბრუნა. 10 და 10-დან იცი რამდენმა უთხრა მადლობა? ერთმა მხოლოდ. წარმოედგინეთ, აი სიკვდილს გადარჩენილმა 10-მა 10-დან ერთმა უთხრა მადლობა. ისე რომ მადლიერება ეგეთი ადვილიც კი არ არის. 9-მა არ უთხრა. და ჩვენ შორისაც დავაკვირდეთ ხოლმე. არა, ისინი ხორციელად გადარჩნენ, მაგრამ უმადურები რო არიან, ეგ გადარჩენა. უმადურობა არ არის გადარჩენა. მადლიერებაა გადარჩენა. ყველა ადამიანის მიმართ, ვინც შენთვის რაღაცა მცირე სიკეთეს გააკეთებს, მადლიერი უნდა იყოს, მშობლის მადლიერი უნდა იყოს, დედმამიშვილის, მეზობლის და ღვთისა უპირველეს ყოვლისა. იმიტომაც მადლიერების გარეშე არც ეს არ უნდა მიიღო, არ უნდა ეზიარო, უნდა მადლიერი იყოს. შემდეგი ადამიანებთან მშვიდობა. შეიძლება ლოცვაც წაკითხული გაქვს. ზიარების ლოცვა, მარიამ. შეიძლება მარხვაც შეინახე. შეიძლება ახსარებაც თქვი. მაგრამ თუ ვინმესთან უთანხმოება გაქვს, აი ვინმე აწყენინე დაუშვათ გუში. და დღეს შენთან ერთად დგას წირვაზე. და შენ იცი რომ ის ნაწყენია შენზე. შეიძლება ეს ახსარებაშიც კი თქვი. მიხვედი მოძღვარს უთხარ რომ აი მე დღეს ნანუკა ვაწყენინე, გუშინ ვაწყენინე. მაგრამ მარტო ეგ არ არის საკმარისი.
უნდა მიხვიდეთ ნანუკასთან და შენდობას თხოვ, მაპატია უნდა უთხრა. თუ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა არსებობს. ეხლა ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ადამიანთან რაღაც მოგივიდა უსიამოვნება და ვეღარ პოულობ, აი ეცადა, მაგრამ ვერ იპოვე ეს ადამიანი. მაშინ ვერაფერს ვერ იზა უზიარებელი არ უნდა დარჩე, მაგრამ თუ გაქვს შესაძლებლობა, ჯერ იმ ადამიანთან მშვიდობა უნდა გქონდეს. არც შენ არ უნდა იყო ვინმეზე ესე გაღიზიანებული ნაწყენი, გულში შენც უნდა პატიობდე. არც ესე მისვლა არ შეიძლება ზიარებას და არც ის რომ ვინმე შენზე იყოს ნაწყენი. აი კიდე ის შემთხვევა, რაზედაც ესეც ერთ-ერთი მთავარია. დაუშვათ თქვენ რომელიმე მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში ზოგი სოფელში მიდიხართ, ზოგი სხვაგან მიდიხართ, ზოგი ასე, ზოგი ისე და გინდათ რომ რომელიმე ტაძარში მიხვიდეთ და ეზიაროთ. პირველ რიგში რა უნდა გააკეთოთ? იმ ტაძარში სადაც დადიხართ და მოძღვარი გყავთ, უნდა აიღოთ ლოცვა კურთხევა, აღსარებას ხო იტყვით? უნდა აიღოთ მოძღვრისგან კურთხევა, თუ შეიძლება რომ მე ამა და ამ ტაძარში წავიდე და ვეზიარო. და თქვენ რომ აქ აი ამ კითხვით მოდიხართ ხო, მე რას გეუბნებით, იცით? კი ბატონო, მე გაძლევ კურთხევას რომ ეზიარო, მაგრამ იქ ადგილობრივ სასულიერო პირს, სადაც მიდიხარ, რომელი ტაძარიც არის, უნდა მიხვიდე და კითხო, მამაო, მე შეიძლება ვეზიარო, მაქვს ჩემი მოძღვრისგან ლოცვა კურთხევა. აღონ მაშინ კი არა, როცა მღვდელი ბარძიმს გამოაბრძანებს, მაშინ კი არა. ნუ წინა საღამოს ლოცვას ხო დაესწრები, თუ ლოცვას ვერ ესწრები რაღაცა მიზეზების გამო, წირვაზე ხო მიდიხარ, იქ სტიქაროსანია, იქ რაღაცა დააბარო უნდა რომ იქნება კითხოთ მოძღვარს რომ მე მაქვს კურთხევა და თუ შეიძლება რომ მაზიაროს. ისე კი არა რომ მე ჩემი მოძღვრის კურთხევა მაქვს და ეხა თავაწეული მიდიოდა გეგონება შენი მოძღვრის კურთხევა ქვას ხეთქავს. გესმით, ამ განწყობით არ უნდა მიდიოდ. უნდა ეკითხებოდე. უნდა თავი დახარო და იკითხო. ნახეთ მღვდელი როგორ ამბობს. შიშითა ღვთისათა სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით. ანუ ღვთის შიშით მოდი, რწმენით მოდი. და სიყვარულით მოდი. იქ არ გიწერია თავაწეული მოდი. პირიქით შიშით მოდი. რწმენით მოდი, რომ იცოდე რას ეზიარებ და ასე შემდეგ. ისე რომ აი სხვა დროს ეცადეთ, რომ ეს გაითვალისწინოთ ხოლმე. წირვაზე დასწრება. წირვაზე დასწრებას რაც შეეხება. ეხლა მაგალითად 3-4 წლის ბავშვი შეიძლება პირდაპირ ზიარებაზეც კი მიიყვანოს შობელი. თუმცა ჯობია რომ ცოტა ადრე მიიყვანოს. ისე არა რომ დაუშვათ აი ტაქსი გააჩეროს, გადმოაქანოს ბავშვი არიქა უცბად აზიარო და ისევ ჩასვა იგივე ტაქსში და წავიდა. ეგ არ არის სწორი. სწორი ისაა რომ ის ბავშვი მიიყვანო ტაძარში ცოტა ადრე. რაც უფრო ასაკიმეტია, მით უფრო დიდხანს უნდა ესწრებოდეს ბავშვი. ეხლა მაგას ვერ განსაზღვრავ. ზუსტად ამდენი წლის, ამდენი წუთი უნდა ესწრებოდესო ვერ იტყვი, იმიტომ რომ ზოგი 8 წლისა უფრო შემძლებელია წირვაზე დასწრებისა, ვიდრე ზოგი 10 წლის. ხო, გააჩნია. ზოგის ფიზიკური თუ სულიერი მზაობა, სხვა არის ზოგისა, სხვა არის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი წირვას უნდა ესწრებოდეს. ნუ გააჩნია ასაკს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა 7 და 6 წლის ბავშვი თავიდან ბოლომდე შეიძლება ვერ დაესწროს. თუ შეუძლია, კი ბატონო. ისე რომ მე მაინც ამას დავტოვებ, თქვენ კიდე ერთხელ თვალი რო გადაავლოთ და გადავალთ თქვენს შეკითხვებს. ამასთან დაკავშირებით ხო არა გაქვთ შეკითხვა? რაც თქვენ. აბა? ბურთი და მასწავლებელმა მითხრა რომ ყოჩაღო ყველანი ჩამეხუტნენ რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ო და აი მეც გეუბნები ყოჩახ მეთქი და მეც უნდა ჩაგეხუტ. ყოჩახ. ეგრე გააგრძელა. ღმერთს ელაპარაკები ხოლმეო? და თქვენ არ ელაპარაკებით? არ ელაპარაკებით? ჩვენ ხო წეღან ვილოცეთ, ხო თქვით ლოცვამ. აი ეგ ძალიან კარგი, ეგ ღმერთთან ლაპარაკია. აი ღმერთთან ისევე უბრალო და უშუალო საუბარი უნდა გქონდეს. აი როგორც მაგალითად ნინის რო ეთქვი, ნინის თქო ხოლმე ბანაკში, ნინი მიდი რაღაცა ჩვენ რო გვიყვარს ის დაუკარი მეთქი. თი კარგი სიმღერა იცი. ღმერთს რაღაცა რო გჭირდება, უნდა უთქო უფალო შემეწიე, რაღაცას ვერ ვაკეთებ. აი ეს გამაკეთები.
არ უნდა იმას მაღალ ფარდოვანი სიტყვები. უბრალო შენი გულიდან რაც გიჭირს ის უთხარი, რისთვისაც მადლობ ის უთხარი. აი ესე უბრალო და ჩვენ ყველა ველაპარაკებით ღმერთს. ჩვენ აი როგორ ამბობს პატრიარქის სიტყვები რომ გულწრფელად და გულმხურვალედ მლოცველი გულიო თავად უფალს ეჩურჩულება. შენ როდესაც მთელი აი განწყობით, იმითი მოწიწებით და გააზრებით ესაუბრები, ლოცულობ, ესე იგი ღმერთს ესაუბრები. მარტო ის კი არა რომ ხატების კუთხესთან იდგე და შენი ბაგეები ამბობდნენ და ხო შენ ღმერთი არ გახსოვდეს. შეიძლება პირს არ ამოძრავებდე, მაგრამ შენ ღმერთის წინაშე იდგე და გონებით და გულით ლოცულობდე. შეიძლება პირს არ ამოძრავებდე. ეს პირით და ბაგეებით ლოცვა უფრო დამწყებთათვის არის. მაშინ როდესაც ადამიანს გონება გაურბის და მაგრამ ვინც ახლა წმინდა მამათა ლიტერატურაში არის რომ ვინც უფრო წარემატება ლოცვაში ის უკვე გონებით და გულით ლოცულობს და არა მხოლოდ ბაგეებით. ისე რომ ჩვენ ყველანი ვესაუბრებით ღმერთს და ვეცადოთ რომ ყველა ჩვენი ტკივილი თუ სიხარული ღმერთამდე მივიტანოთ. მაშინ მშვიდად ხარ ადამიანი. ეკლესიაში როგორ მოიქცეთ? თუ ეკლესია ის იგულისხმება რაც მე პირველ რიგში გავიფიქრე ეს ეკლესია თვითონ ჩვენთაგანი ვართ ეკლესიაში უნდა მოიქცეთ ისე როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნე ყველას ისე უნდა მოიქცეთ რაც შეეხება ტაძარში მოქცევას ტაძარი არის ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის ადგილი იქ სხვა რაღაცეებზე ფიქს თავი უნდა დაანებო უნდა მოწესრიგებულად მიხვიდე ერთი ადგილი ამოარჩიო და დადგე და ლოცვის თუ წირვის დასრულებამდე უნდა იდგე იქ და უნდა მოусმინო და შენ მედავითნესთან თუ მღვდელთან თუ მგალობელთან ერთად უნდა ილოცო. ჩვენ ვართ მონაწილე. ჩვენ ნახეთ როგორი ამბავია. ჩვენ როდესაც თეატრში მივდივართ, ჩვენ არა ვართ იმ სპექტაკლის მონაწილე. ჩვენ უყურებთ და სიამოვნებას ვიღებთ. ჩვენ როდესაც წირვაზე მოვდივართ, ჩვენ მონაწილე ვართ ამ წირვის. ჩვენ არა ვართ მაყურებელი და მსმენელი, ჩვენ ვართ მონაწილე ამ წირვის. აი ესე უნდა შეხედოთ. ეკლესიურად როგორ ვიცხოვროთ? აი რაზეც წეღან ვისაუბრეთ ზიარებასთან დაკავშირებით. ეცადეთ ეს აკეთოთ და არა მარტო ეს, არამედ უპირველეს ყოვლისა ეს რაში გჭირდება ჩვენ იცით. ეცადეთ რომ ქრისტეს მცნებებით იცხოვროთ. მეც და თქვენც უფლის მცნებებით. და ჩვენ აღმოვაჩენთ რომ აი ამ ყველაფრის გარეშე ლოცვის, მარხვის, აღსარების და ზიარების გარეშე ჩვენ ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას ვერ შევძლებთ. და ჩვენ ეს გვეხმარება რომ ქრისტეს მცნებებით ვიცხოვროთ, რომ ადამიანმა ღვთის მადლი მოიხვეჭოს. რა არ უნდა მქონდეს გაკეთებული რომ ბერი გავხდეო? რა არ უნდა გქონდეს გაკეთებული მაგას ახლა ვერ გეტყვი, მაგრამ რა უნდა გქონდეს გაკეთებული იმას გეტყვით. ეცადეთ იმ ადგილზე, სადაც ხართ და რამდენიც გესმით, აკეთოთ გულწრფელად. და თუ მცირეში ერთგული იქნებით, მერტი უფრო მეტსაც მოგცემ და საბოლოო ჯამში ყველაზე მეტიც ეს იქნება, რომ თქვენ ბერი გახდებით თუ მონაზონი გახდებით. მაგრამ თუ დაუშვათ იცი რომ დილით უნდა ადგე და ილოცო და შენ გადატრიალდები და ბალის ჩაეხუტები შენგან ბერი არ გამოვა მაგრამ შენ თუ თავს აიძულებს რომ ადგე ეგ უკვე რაღაცა ნაბიჯია გადადგმული შენ თუ მარხვაზე ხარ და იქ უცბად ქათმის ბარკალი იმასაკნა გაგიღიმა იმან და აბა მოდი ახო და შენ თვალი ჩაუკარი შენგან ბერი არ გამოვა ესე ვამბობ ამიტომ იბრძოლეთ იმ ასპარეზზე, სადაც ხართ, იმ მცირეში და ღმერთი უფრო მეც მოგცემ. ვინ მოიფიქრა დარბაზის აშენებაო? დარბაზის აშენებას და ყველა სიკეთე თუ რამ ხდება ჩვენს თავს, ღმერთი ფიქრობს ამას და ღმერთი აწვდის ადამიანს თავის ჩანაფიქრს. გესმით? დანარჩენი უკვე მერე ღმერთი აკეთებს ისევ ღმერთი ადამიანების ხელით. ეს არის და ეს. ჯერ ზეცაში წდება რაღაც და მერე რომელიმე ადამიანის მე ვიქნები თუ სხვა იქნება, იმ ადამიანის პირით გამჟღავდება ხოლმე რაღაცა ჩანაფიქრი თუ სურვილი. და
და თუ რამე კარგი ხდება, ყველაფერი ღვთისგან არის. თუ რამე არ ხდება კარგი, ესე იგი იქ რაღაც სხვა ამბავია მომხდარი. აი კიდე ერთი წყაროსუნელი. შენც გილოცავ ნიკას გოს. შეგიძლიათ ერთი გადაცემა იმ პირველ ბავშვებთან ჩაწეროთ და მე არ ვიყავით წინაზე და კიდევ ერთხელ განახოთ შეგიძლიათო? ეხლა ზოგი ავათ არის და უფრო მეტნი რო იქნებიან, მე გაჩვენებთ კიდევ ერთხელ. ზოგი კი აქ არის იმ პირველ ბავშვებზე ლაპარაკი. აი იოანე, გიორგი, ბარბარე აქ არის. კიდე ნინი წავიდა. ორიანა მგონი შეუძლოთ არიან. აი სულ პირველად რომ მოდიოდნენ ხოლმე. ნიკოლოზი ცოტა მერე მოვიდა. რა ასაკიდან უნდა ჩააბაროს ბავშვმა აღსარება? ბავშვებო, ნახეთ როგორი ამბავია. ყველა ადამიანი ჩვენ ერთნაირად ვერ ვიაზრებთ რაღაცებს. ხო მართალია? შეიძლება 7 წლის ბავშვი გარკვეულ შემთხვევაში უფრო მეც იაზრებდეს და თავის თავში ხედავდეს, ვიდრე ვიღაც 9 წლის ასაკში. ამიტომ ესეთი ზღვარი არ არსებობს, ეს ინდივიდუალურია. ამიტომ ბავშვი რო გადაცდება 7 წელს, ხო, აი 7 წლისა გახდა. უკვე მშობელმა უნდა იზრუნოს, რომ მოძღვართან ურთიერთობა ქონდეს. ოღონდ კი არ უნდა შეაშინოს, რომ წამოშვილო ეხლა აღსარება უნდა თქვა, ეგრე კი არა. არამედ მოძღვარს უნდა სთხოვოს, რომ იქნებ დაელაპარაკოთ ჩემ შვილს. ზოგჯერ შეშინებული ბავშვი მოდის, რომ აღსარება უნდა თქვას და გეგონება ვიღაცა ექიმთან რო გეშინოდა ხოლმე პატარაობაში, ხო? და აღმოაჩენს ის ბავშვი, რომ მოძღვარი არის ადამიანი, რომელიც მოეფერება, გაესაუბრება, რაღაცებს შეეკითხება და საბოლოო ჯამში ის გამოახსარება. ის ბავშვი ისე ჩააბარებს, აი ხო ყოფილა ხოლმე, რომ შეშინებული ბავშვი კბილის ექიმთან მიდის და ექიმი ისე ამოუღებს კბილს, რომ ბავშვი ვერც კი ხდება, უკვე დამთავრდა და დამთავრდა. ზოგჯერ აღსარებას ისე ამბობს ბავშვი, რომ თვითონ ვერ ხდება რომ აღსარება თქვა. უადვილებს მოძღვარი, გესმით და ამიტომ არ უნდა შევაშინოთ ჩვენ პატარებს. 7-8 წლისები რო ხართ, უნდა უკვე იფიქროთ. ეხლა განა 7-8 წლის ბავშვი არ ხდება რომ ვიღაცას რო ჩაარტყა, იმისთვის არ უნდა ჩაერტყა? ხო ხდება. ძნელი ამის მიხვედრა? ვიღაცას რო კონფეტი შეუჭამა, იმაზე მეტი რაც არ ეკუთვნოდა, ხო ხდება. ვიღაც რო დააბეზღა, ხო ხდება, ვიღაცას რო დასცინა, ხო ხდება. ამიტომ უკვე შეიძლება ესე იგი. 2 წლის ბავშვი აღსარებას ვერ იტყვის. ეკლესია არის ყველაზე ულამაზესი. ეკლესია ყველას გვიყვარს, აბსოლუტურად გეთანხმებით. ეკლესია არის ყველაზე ულამაზესი. ამიტომ გისურვებთ, რომ იქ სადაც ყველაზე ულამაზესია, არასოდეს ამ წიაღს არ მოშორებოდეთ არავინ. მადლობთ ყურადღებისათვის. მოდი ახლა ერთი პატარა ამბავი ნახოთ.